გამარჯობა მეგობრებო, ბოლო 10 დღეა რძეზე ერთი ამბავია ატექილი. ყველამ ნახა რომ სკლინტები, ქათმის სკლინტები აჭმებ ზროქებში. მე არ გამიკვირდება ეს, იმიტომ მე უფრო საჩინილი რამე მინახია. არსებობს ეგეთი ფხნილი, სარეცხის ფხნილს გავსი, რომელითაც ერთი კოზი 1 ლიტრა წყალში და 1 ლიტრა რძე ქათქათა თეთრი მზად არის. მეორე არსებობს ეგეთი ქიმიები, ეგეთი სითხეები 1 ლიტრა რძეში 2 წვეთი და 1 ლიტრა რძე მზად არის. მე იმ ჩხუბში არ წავალ მეგობრებო, ეს რას აწმებდნენ, რატო აწმებდნენ, როსტა მე 2 წელია თქვენეს გეუბნები, რომ დაბეჭდილი საჭმელი, მკვდარი საჭმელია, მაგას ჭამა ადამიანი. ბოსტნეული ჭამო, ხილი ჭამო, კი იქაცა სპრეა წამლებია, მაგრამ ის სოცხალი საჭმელი მაინც არის. იქ არსებობს ის სოცხალი ნუტრიენტები, ვიდრე პაჩკაში, რომელიც 3 თვე არის ვადა ეგეთი საჭმელი არ ვარგა. ინდოეთში კეთდება ყველაზე ბევრი რძე, ანუ პირველი ადგილზეა წარმოებაში ინდოეთი. და ინდოეთშივე იხარჯება ყველაზე მეტი რძე. ეს მოსახლეობის გამო კი არა, ინდოელებს შორის ძალიან პოპულარულია რძე. ჩაი რძიანი, ღამე რძე, დილის ადგება რძე, ბავში რძე. და ინდოეთშივე ყველაზე მეტი ძულების დაავადებებია. და თქვენ არ იფიქრო, თქვენ რო სვამს რძე და მაგით იგებს კალცია. არა მეგობრებო, 1000%-ით უფრო მეტი კალცია არსებობს ბოსტნეულში. რძე საერთოდ საჭირო არ არის, მაგრამ ამას კი არ გეუბნები, რძე არ უნდა დალიო. თუ გააქვს საშუალება რძე ეგეთი დალიო, რომელიც თქვენ ხედავს, რომ ბალახობს ის ძროხა, კი ბატონო, ის რძე წამალია. არსებობს საქართველოში ბაძრობებები, სადაც სოფელიდან მოდის ხალხი, 2 ლიტრა რძე აქვს ბებოს, 5 ლიტრა რძე აქვს. იქ შეგიძლია იყიდო. ეკონომიკურადაც იმ ადამიანისთვისაც კარგი იქნება და თქვენი ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება. ახლა თქვენ უკვე იცის, ბოლო 10 დღეა ყველა სპეციალისტმა გითხრა, რომ ეს სოკო იყო, მაგით შეიძლება ნაწლავის კიბო შეიძლება იყო, ბავშვების გვიძლი დაეშალო, ისა და ისა. მე უკვე ვიცი, რომ თქვენ ბევრი რამე იცის ეგეთი რძის შორს. მაგრამ ეს აუცილებლად გეტყვი მეგობრებო, თუ გააგრძელეთ თქვენ დაბეჭდილი რძის დალევა, ნებისმიერი კომპანია გეუბნები, ნებისმიერი ქვეყანა, ამერიკულია, ახალი ზელანდია თუ კანადაში, ყველგან ერთია, ის ქათქათა თეთრი რძე, თუ გააგრძელეთ ადამიანმა დალევა, ეგეთი დრო მოვა, თუ გაცივდები, ან თუ რამე ანთების პროცესია და ღმერთმა ნუხნა ანტიბიოტიკის დალევა მოგიწია. ის ანტიბიოტიკი აღარ იმუშავებს. იმიტომ იმ ძროხებში აქვს იმდენი ანტიბიოტიკი მიცემული, იმდენი ანტიბიოტიკი მიცემული, ანტიბიოტიკების რეზისტენტი გახდება ადამიანის ორგანიზმი, პლუს მერე წამლების კომპანიამ კიდე უფრო ძლიერი ანტიბიოტიკი, თქვენ კიდე უფრო პრობლემებში და უფრო ცუდი და ცუდი წამლების წრეში შეხვალ. ნებისმიერი ქვეყანაში, ნებისმიერი პაჩკებში რძე რო იყიდება, გაგიკვირდება სულ ერთი ფერია, თეთრი ფერი. თეთრი ფერი, მაგრამ ძროხის რძე არსებობს მოყვითლო ფერი. Raw milk, რომელიც ბალახობს, ეგეთი ძროხების რძე არის ყვითელი. იქაც ფერი უმატება, რომ თელი წელი ერთი და იგივე ფერი ქათქათა თეთრი იყო ეს რძე. იმ რძიდან ამოგებულია ნებისმიერი ყველა სოცხალი ფერმენტები, პოსტურაიზ რო ეჯახიან. იმ დონეზე აცქელდება ეს რძე და მე აცივდება 3 თვე, იმიტომ არ გაგუწდება. იქ რძეში არ დარჩა თქვენი ნაწლავის ბაქტერიებისთვის არაფერი არ დარჩა. დარჩა მარტო 1 ლიტრა სითხე. მარტო გემო აქვს, დალიე და დაელოდე ანტიბიოტიკის რეზისტენტობა. კიდე ერთი პრობლემაა იმ რძეში. ჰომოგენიფირებულია ეს რძე. ატრიალებენ სასტრაფოდ, მე იმ რძიდან მოდის ნებისმიერი ცხიმი. რძე გახდება წყალისავით და მე ბაზარის თხოვნა როგორიც იქნება 0%-იანი იქნება, ეგრეთ წოდებული მოვარჯიშე, ვინც ვარჯიშობს, გოგოებით დიეტაზე ვარ,
0%-იანი რძე მინდა. 0%-იანი რძე უფრო საშიშია, ვიდრე 3% ნახევარიანი ან 5%-იანი რძე. იმ რძეში არაფერი არ არის. 3%-იანში ცხიმი მაინც არის და რომელიც ჭირდება და ფერმებში, რომელიც ძროხები არსებობს, მეგობრებო, ეს ძროხები არიან სტრესი. ძალიან ცუდი პირობებია. არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყანაში. დაჭერილი ხეში რომელიც ადამიანია, ის ხო სტრესია. იგივე ჭიხებშია. ჭიხია არსებობს, იგივე ჭიხეში არის ეს ძროხა. მაინდა-მაინც რძის დალევა გინდა, ნუშის რძე არის სოფლიოში ყველაზე საუკეთესო. ნუშის რძე ვიდეო მიდევს. თუ შეგიძლია ნახო, ნუშის რძე როგორ კეთდება. სულ 10-15 ცალი ნუში გინდა ყოველდღე, გამე იმას დატოვე წყალში, თელი გამე დილით აიგეთ ეს კანი, გაცალე, დააბლენდერე წყალთან ეს რძე და ყოველდღე შეგიძლია გააკეთო ეს რძე. ძროხის რძეზე ასჯერ უფრო სასარგებლოა. ძროხის რძე კი არ გეუბნები, ცუდია. ძალიან მიყვარს მეგობრებო მე რძე და კამეცის რძე უფრო გემრიელია. სულ კამეცის რძეზე გავიზარდე. ხორცი ხო არ ავჭამდი არადროს. მაგრამ აქ რომ მოვედი და ბუნებრივი რძე ვერ ვნახე, უკვე აღარ ასვამს მე რძე. ადრეც გითხარი, ყავა რო სვამს რძიანი, ჩათვალე რომ ის ყავა, რასაც კარგი ნივთიერებებია, ის გაფუჭდება. პაჭკის რძე, რასიც შეურიეთ, ის პრობლემა, ეს უკვე საწმელი არ არის. ეს არის მკვდარი საწმელი. ჩვენ უნდა ვცადო, უნდა ვჭამო სოცხალი პროდუქტი. უფრო იაფი ალტერნატივა გეტყვი მეგობრებო. მიწის თხილი ხო არის, არახის თხილი რო ეძახიან, არახის კარაქი რო კეთდება. იგივე ერთი მუჭა აიგე, ღამე დატოვე ისევე წყალში, აი ამხელა გახდება, დიდი გახდება, იგივე გათალი კანი, წყალთან დააბლენდერე, გახდა peanut milk, ანუ მიწის თხლის რძე. ჩაეც გაკეთება შეიძლება იმ რძით, პირდაპირ დალევაც შეიძლება. შედის პროტეინი უფრო მეტი ვიდრე ძროხის რძე. არ ინერვულობ, მანამდე რასაც გააქვს დალეული. არ არის პრობლემა, ჩვენი ორგანიზმი ეგეთი არ არის სუსტი. ყველაფერის დეტოქსიფიკაცია თვითონ გარეთ მოდის ჩვენი გვიჟლი, კარგათა საკმარისი ბუნებამ ეს ნაწილი კარგად მისა. მაგრამ არ უნდა იწვალო ჩვენი ორგანიზმს ზედმეტად. ცადე ჭამო ბუნებრივი პროდუქტები. დაბეჭდილი, კიდე გეუბნები მეგობრებო, ნებისმიერი რამე, გინდა თევზია, გინდა ალტერნატივა როცა არა აქვს ადამიანი და მოკვდები შეერი. კი ბატონო, შეიძლება სუპერმარკეტებში შევიდე და იყიდო. მაგრამ ჯოგი ფიქრობ, იცი რა არის, ეს არის კომფორტია, დღეს ხელფასის დღეა და გავსევენ იმ კალათას იოგურტებით, მაჭნებით და ბავშვებისთვის, ტკბილეულებს, ბავშვებისთვის ის ფიქრობს, რომ ჩემი მაცივარი არის, იცი, სავსე მაცივარი და კაია. უხარია. სულიკავი ჯამთელი და ბედნიერი, გააკეთე ბუნებრივი რძე, გინდა ნუშით, გინდა ქოქოსით გააკეთე, გინდა მიწის თხილით გააკეთე. და რომელი მინდვრებში დადის სოფელში ძროხები, მაგათი რძე საუკეთესოა, თუ იშოვი. თუ არა და კარგად და ჯამთელა.